ბათუმში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველ გუნდში პოლიციელის შეურაცხყოფა დაუშვებლად მიაჩნიათ. ქართული ოცნების წევრები გამარტავენ, რომ კანონის ფარგლებში დაიჯება ყველაფერი, რომელიც სამართალდამცავს დაამცირებს. ამ დრომდე ბათუმისა და ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორებში 9 პირი რჩება, მათ შორის ერთ-ერთია, როგორც გითხარით, სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებული ონლაინ გამოცემების ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. Princit რომ ბოლო კვირეები აქციები მიმდინარეობს მშვიდობიანად და როგორც ჩანს ოპოზიციას არ აწყობს მშვიდობიანი ხასიათი აქციების, ამიტომ ბოლო 2 დღეა გადავიდნენ უფრო რადიკალურ პირდებებზე, იგივე შეიძლება ითქვას ბათუმის აქციაზე. არ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები, პოლიცია არავის არ დააკავებს, რაც შეეხება ის გადაწყვეტილ დაპატიმრებები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, აქ იყოს სამართლებრივი საფუძვლები და რა თქმა უნდა დანარჩენი პროცესი უნდა გაგრძელდეს. სასამართლოებში დავალოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სასამართლოები, ვინც არიან დაკავებული ადმინისტრაციული წესით. მათზე იცით თქვენ რომ სხვაგვარი სამართლებრივი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს, უნებრივია ეს იჯება კანონით, ჩვენ ყველანი ვართ კანონის წინაშე თანაბრები და ვერც ჟურნალისტი, ვერც რედაქტორი, ვერც მომღერალი, მოცეკვავე თუ სახიობით და შემდეგ ვერ დადგება კანონზე მაღლა. ბათუმშიც არანაირ მშვიდობიან აქციას არ ქონდა ადგილი, ყველამ კარგად იცისე, რადიკალებსაც შეეხება და მათ ლიდერებს, ხოშტარიას და მისი პარტნიორების მოქმედებები პირდაპირ იმას ამბობს, რომ არანაირი ეს ნეიტრალური და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი არ არის. ეს არის ჩვეულებრივი კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ დაორგანიზებული რადიკალური პროცესები.